მთელი 3000 წლის განმავლობაში ძველი ეგვიპტე მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან ცივილიზაციას წარმოადგენდა, ესე იგი მანამდე, სანამ ალექსანდრე დიდი ძველი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნეში თავისი უძლეველი არმიით ეგვიპტეს დაიპყრობდა. დღეს ერთად ვიმოგზაურებთ და გავეცნობით ეგვიპტურ საოცრებებს. პირამიდებთან კაიროს მახლობლად მდებარეობს ეგვიპტური კულტურის საოცრება. დიდი სფინქსი. იგი ყველაზე დიდი ქანდაკებაა, რომელიც კი ოდესმე ქვის ერთი ნაჭრისგან გამოუკვეთიათ. საიდუმლოებებით მოცული სფინქსის სიგრძე 73 მეტრზე მეტია. სიმაღლე კი 18 მეტრზე მეტი. მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ეგვიპტოლოგთა ახალმა მტკიცებულებებმა სფინქსის ასაკი ეჭქვეშ დააყენა. სფინქსის სხეულზე წვიმის შედეგად გამოწვეული ეროზიის კვალი ჩანს. ჩვენი აზრით კი ისეთი რაოდენობის ნალექი, რომ სფინქსზე ეროზიის კვალი დარჩენილიყო, ეგვიპტეში 9000 წლის განმავლობაში არ ყოფილა. თუ ეს ეროზიის ნიშნები 9000 წლის წინ იქნა შექმნილი, ესე იგი, სანამ აფრიკის ეს ნაწილი უდაბნო იყო, მაშინ ეგვიპტური ცივილიზაცია ბევრად უფრო ძველი უნდა იყოს, ვიდრე ადრე გვეგონა. ეგვიპტის კიდევ ერთი საოცრება, ალექსანდრიის იგივე ფაროსის შუქურა. ეგვიპტის ქალაქი ალექსანდრია. მე-3 საუკუნეში ეს ქალაქი იყო ძველი სამყაროს ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრი, სადაც ბუნებრივად ღრმაწყლოვანი მშვენიერი ნავსადგური მდებარეობს. ეს მშვენიერი ნავსადგური აშენდა 3/4 მილის სიგრძის ხელოვნურად შექმნილი გზის ბოლოს მდებარე კუნძულზე. იმ ადგილას, სადაც ნილოსი ხმელთაშუა ზღვას ერთვის. ამავე კუნძულზე გემების ნავსადგურში უსაფრთხოდ შესვლის მიზნით აშენდა საოცარი შუქურა. 400 ფუტის სიმაღლის შუქურა შესაძლოა უფრო მაღალი ყოფილიყო, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე თავისუფლების ქანდაკება. ალექსანდრიის შუქურის მსგავსი არც ადრე და არც შემდეგ არაფერი შექმნილა. 2000 წლის შემდეგაც კი ის დღემდე აშენებულ უდიდეს შუქურად რჩება. სიმბოლურად სიტყვა ფაროსი მრავალ ენაზე დღემდე შუქურას ნიშნავს. ეგვიპტე მრავალ საიდუმლოს ინახავს. მათ შორის არის ძველი ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი საინჟინრო ქმნილება. დაუმთავრებელი ობელისკი. ობელისკი არის დიდი ქვის ნაგებობა. ასეთი მონოლითები ეგვიპტეში მრავალია. ისინი მართლაც საოცარი ნაგებობებია. ობელისკებს გიგანტური სვეტები წარმოადგენდა, ისინი მზის ღმერთრასკენ იყო მიმართული. სამხრეთ ეგვიპტეში, ასუანში, ერთ-ერთ კარიერში დღესაც დგას ყველაზე დიდი, მაგრამ დაუსრულებელი ობელისკი. მისი დასრულებისა და აშენების შემთხვევაში ის თითქმის ნიაგარას ჩანჩქერის სიმაღლის იქნებოდა. ეგვიპტელი ოსტატების მიერ შექმნილი ეს ობელისკი დაიკავებდა თავის ადგილს უძველესი ობელისკების ტოპ 10-ში, როგორც ისტორიაში უდიდესი ობელისკი. გავეცნოთ კიდევ ერთ ეგვიპტურ საოცრებას. 1954 წელს გიზაში, უდაბნოში დამარხული მთელი გემი იქნა აღმოჩენილი. ეს არის ფარაონ ხუფუს, იგივე ხეოფსის გემი. ეს უძველესი გემი დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 25 წელს მყარი კლდიდან გამოკვეთილ ორმოში იქნა დამარხული. მისი სიგრძე 43 მეტრზე მეტია, ხოლო სიგანე კი თითქმის 6 მეტრზე მეტი. ახლა ეს გემი დაცულია გიზაში, მისთვის სპეციალურად აშენებულ მუზეუმში. იგი ჩვენამდე ხელუხლებლად მოღწეული მსოფლიოში უძველესი გემია. განსაკუთრებით გასაოცარი ის იყო, თუ როგორ იყო აგებული ეს გემი. გემის მშენებლობისას არანაირი სამაგრი არ იყო გამოყენებული, ყველაფერი ერთად თოკებით ლამაზად იყო შეკრული. გემი ელეგანტური, ლამაზი დიზაინისა და ზღვაზე გადაადგილებისათვის სრულიად შესაფერისი იყო. მაგრამ რატომ დამარხეს ის უდაბნოს შუაგულში და რა იყო მისი დანიშნულება? ხუფუს გემი სინამდვილეში ზღვაში არასდროს გასულა, რადგან ის დაკრძალვის რიტუალისათვის შეიქმნა. გემი გარდაცვლილი ფარაონის სამოთხეში, მის მარადილ სამყოფელში გადასაყვანად იყო განკუთვნილი. ამ აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა 4500 წლის წინანდელი ზღვაოსნობის შესახებ. მე-19 საუკუნის დასაწყისში ერთმა ახალგაზრდა ეგვიპტელმა ბიჭმა არქეოლოგები თავისი სოფლის მახლობლად მდებარე კლდისკენ წაიყვანა. მან მოძრავი ქვიშის ქვეშ გამოვლენილი რამდენიმე უჩვეულო ჩუქურთმა აღმოაჩინა. არქეოლოგებმა ამ ადგილას გათხრები დაიწყეს. გათხრების შედეგად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საოცარი შენობა იქნა აღმოჩენილი. იგი პირდაპირ კლდეში იყო გამოკვეთილი და თანამედროვე 10 სართულიანი შენობის სიმაღლეს შეესაბამებოდა. ეს იყო აბუსიმბელი, ძველი წელთაღრიცხვით მე-13 საუკუნის უზარმაზარი ტაძარი. აბუსიმბელი ძველი ეგვიპტის ერთ-ერთი უდიდესი ძეგლია, ამასთანავე ის ერთ-ერთ უდიდეს ფარაონს ეძღვნება. ეს ფარაონი რამსეს მეორეა.
ასევე ცნობილი როგორც რამსეს დიდი, იგი იყო ყველა დროის ყველაზე გავლენიანი ფარაონი, რომელიც 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. 20 წლის განმავლობაში შენდებოდა ეს ტაძარი, მანამდე სანამ თანამედროვე ტექნიკის ეპოქა დაიწყებოდა. ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ გავარკვიოთ თუ რა ტექნოლოგიით აშენდა ეს ტაძარი. აბუ სიმბელი თავისი გრანდიოზულობით ძველი ეგვიპტის სიძლიერესა და ფარაონების უზარმაზარ გავლენას ადასტურებს. ახლა მოემზადეთ შოკის მომკვრელი საოცრებისა და ეგვიპტის სიმბოლოს გასაცნობად. თუ ვინმეს ვკითხავთ, რა ახსენდებათ მათ, როდესაც ძველ ეგვიპტეზე საუბრობს. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მუმიებს დაასახელებენ. მუმია მიცვალებულის ჩვენამდე შემონახული სხეულია. ძველი ეგვიპტელები თვლიდნენ, რომ სხეულის შენარჩუნება აუცილებელი იყო სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის გასაგრძელებლად. მათ სჯეროდაც, რომ სიკვდილის შემდეგ სული ტოვებდა სხეულს, მაგრამ ღამით ისბრუნდებოდა მასში ახალი სიცოცხლის მისაღებად. ამიტომ მიცვალებულის სხეული უნდა შენარჩუნებულიყო. მუმიფიცირება უაღრესად რთული პროცედურა იყო. ყველა ორგანოს სხეულიდან ქირურგიული სიზუსტით იღებდნენ, მათ შორის twinსაც, რომელსაც ცხვირიდან იღებდნენ. ეგვიპტელები გვამებს ქიმიკატებით სავსე კონტეინერებში არბილებდნენ, შემდეგ კი სხეულზე ხორცის შენარჩუნების მიზნით მარილში აშრობდნენ. მუმიფიცირების პროცესი მოწმობს თუ როგორი შეხედულება ჰქონდათ ეგვიპტელებს სიკვდილის შემდეგ საიქიო ცხოვრებაზე. ახლა კი გავეცნოთ ეგვიპტელთა საიდუმლოებების გასაღებს. როზეტის ქვას. სწორედ ამ ქვის წყალობით შეძლეს ეგვიპტოლოგებმა იეროგლიფების გაშიფრვა. როზეტის ქვაზე 1/2 ზემოთ განლაგებული სამინაზე შექმნილი წარწერების ზოლია. როდესაც ის იპოვეს, მკვლევარებმა შეძლეს კლასიკური ძველი ბერძნული ტექსტის წაკითხვა. წარწერაში ჩამოთვლილი იყო ფარაონის მიერ შესრულებული კეთილი საქმეების სია. ეს ფარაონი იყო პტოლემაოსი, რომლის სახელი იეროგლიფებშიც მეორდებოდა. ის ფაქტი, რომ ერთი და იგივე ინფორმაცია სამივე ენაზეა დაწერილი, ნიშნავდა, რომ მეცნიერები შეძლებდნენ იეროგლიფების წაკითხვას და ეგვიპტის საოცარ ისტორიას ფარდას ახდიდნენ. ყველა ეგვიპტური იეროგლიფის წაკითხვა უკვე შესაძლებელი გახდა. როზეტის ქვამ მიუხედავად მისი მცირე ზომისა, დიდი რაოდენობით ეგვიპტური საიდუმლობა გახსნა. ახლა ვისაუბროთ ეგვიპტელ მშენებელთა ყველაზე დიდ პროექტზე, გიზის პირამიდებზე. ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში. მთელ მსოფლიოში აღმოჩენილია უძველესი პირამიდები. მაგრამ არავის აუშენებია იმავე მასშტაბის ან დახვეწილობის პირამიდები, როგორც ეს ეგვიპტელებმა შეძლეს. როგორც ამ რუკიდან ჩანს, ეგვიპტეში გაცილებით მეტი პირამიდა, მათ შორის გიზაში არსებული 3 ცნობილი პირამიდა. სინამდვილეში, ეგვიპტეში 100-ზე მეტი უძველესი პირამიდაა აღმოჩენილი. პირველი პირამიდის არქიტექტორია იმჰოტეპი. იგი ეგვიპტელებისათვის იმდენად მნიშვნელოვანი პიროვნება გახდა, რომ მათ ის ღმერთად აქციეს. პირამიდები მართლაც საოცრება და ეგვიპტის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. დღესაც კი პირამიდებს ყველგან შეხვდებით, თუნდაც დოლარის კუპიურაზე. მინდა გაგაცნოთ შემდეგი მნიშვნელოვანი საოცრება, რომელსაც თავისი დიდება 3000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა დამალული. იგი არის ყველაზე დიდებული და არაჩვეულებრივი საიდუმლო. ეს არის ტუტანჰამონის სამარხის საგანძური, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საოცარ არქეოლოგიურ აღმოჩენად ითვლება. საგანძური მოიცავს 3 კაულებს, 2 ოქროს ტახტს, 6 საომარ ეტლს, მოკლედ ყველაფერს, რაც ახალგაზრდა ფარაონს სიკვდილის შემდეგ მარადილ სიცოცხლეში დასჭირდებოდა. და კიდევ უფრო მეტი. ამ ოქროს სარკოფაგში კიდევ უფრო დიდი საგანძური იყო. ეს იყო 3000 წლის წინანდელი ფარონის ოქროს ნიღაბი. ტუტანჰამონის სიკვდილის შემდგომი საოცარი ოქროს ნიღაბი. თუთის ნიღაბი ძვირფასი ქვებით იყო შემკული. განსაცვიფრებელი ლაჟვარდოვანი ლურჯი ფერი ავღანეთიდანაა, ხოლო თვალები ხმელთაშუა ზღვის კვარცითა და ობსიდიანით არის შექმნილი. თუთის ნიღბის წონა 24 ფუნტი, ესე იგი 10 კილოგრამზე მეტია. ამ საოცარი აღმოჩენის წყალობით ჩვენ შეგვიძლია შევიგრძნოთ ფარაონების ჭეშმარიტი ძლევამოსილება. ძველი ეგვიპტის ძალაუფლება და დიდება. ეგვიპტის მსგავსი ცივილიზაცია არც მანამდე და არც მას შემდეგ არ არსებულა. მისი საოცარი ნაგებობები და საგანძური შეუდარებელია. იგი ჯერ კიდევ ამოუცნობი საიდუმლოებების ქვეყანაა. მას ასე ჯერ კიდევ არსებობს დავიწყებული საოცრებები, რომლებიც მოყოლას ელოდება.
გამოიწერეთ არხი ლელას სკოლა, შემდეგი მოგზაურობა კიდევ უფრო გაგაოცებთ.